საფრთხის სეზონის ოფიციალურად გახსნისა და დახურვის ღონისძიებებისთვის ბათუმის მერიამ 3 მილიონი ლარი გამოყო. საკონცერტო საღამოები, მათ შორის უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით მოდის ჩვენებები, გამოფენები, ან და სხვა მსგავსი ღონისძიებების გამართვისა და მათი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ხელსაკრებულოს სხდომაზე დეპუტატები იმსჯელებენ. თუმცა მერიის მიერ შედგენილი დოკუმენტი დღეს უკვე გააკრიტიკა ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის ხელმძღვანელმა. ლაშა ადამიანს რამდენიმე დღის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის 3 მილიონი ლარი ზედმეტად დიდ თანხად მიაჩნია და განრიგს ქალაქის მერის სასარგებლოდ შედგენილს უწოდებს. მე მგონი იმის ფუფუნება ჯერჯერობით არ უნდა გქონდეს, რომ დავხარჯოთ სეზონის გახსნა და დახურვაში 3 მილიონზე მეტი ლარი, იმიტომ რომ ქალაქში არსებობს უამრავი პრობლემა, როგორც სოციალური, ასევე სხვა საკითხები. აგრეთვე მინდა გავახსენოს ზოგადად აჭარის ხელისუფლებას, რომ ყავს უამრავი იპოთეკური, ყავს სოციალურად დაუცველი უამრავი ადამიანი და ჩვენ ამ დროს ხარჯავთ გაურკვეველ ღონისძიებებში კოლოსალურ თანხავს, რაც მიუღებელია. მიმართავ ბათუმის საკრებულოს ამ სრულად ბრიყმულ და არასწორ გადაწყვეტ და არასწორ ბიუჯეტს არ დაუჭიროს მხარი და დაიცვას ბოლომდე ხალხის ინტერესები, რადგანაც ეს აშკარაა, რომ 3 მილიონი ლარი იხარჯება მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანის ამხანაგი ერმაკოვის აკვიატებაზე, რომელმაც რა თქმა უნდა წინააღმდეგობა ვერ გაუწია ცენტრალურ ხელისუფლებას.